ქართული ალკოჰოლური სასმელების პირველი პარტია რუსეთში უკვე გაიგზავნა. აქციზები კომპანია კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ და დუგლაძის ღვინო მოიპოვა. მინერალური წყლების შემდეგ ქართული ღვინო და კონიაკი რუსეთის სუპერმარკეტებში რამდენიმე დღეში გამოჩნდება. აქციზის მოლოდინში კიდევ 70-მდე კომპანია რჩება. რუსულ ბაზარზე 7 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ქართული პროდუქცია. ნათია სონყულაშვილის და დავით ნატროშვილის სიუჟეტში. რუსეთში ალკოჰოლური სასმელების გასატანად ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. კონიაკი, ძველი კახეთი და ხლებზე რამდენიმე დღეში გამოჩნდება. კომპანია კახური ტრადიციული მეღვინეობა ბაზარზე პირველ ეტაპზე 20,000 ბოთლ კონიაკს გაიტანს. ეს არის კონიაკი ძველი კახეთი. ბუნებრივია, რომ ინტერესი მაღალია ჩვენს ძველ კახეთზე, კონიაკზე, ვინაიდან გახლავთ ლიდერი უკვე უკრაინის ბაზარზე მე-6 წელია. ამდენად დღეს გავუშვებთ ჩვენ ამ პირველ მანქანას, ასევე დღეს მივიღეთ ჩვენ ორ მანქანაზე ღვინოზე აქციზური მარკები. კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც რუსულ ბაზარზე ექსპორტს განახორციელებს, დუგლაძის ღვინის კომპანია. 18 სხვადასხვა სახეობის სასმელი და 120,000 ბოთლი ორ დღეში. თვის ბოლომდე კი კომპანია ექსპორტზე 2 მილიონამდე ბოთლ კონიაკსა და ღვინოს გაიტანს. ამ წუთში ისმევა თეთრი მშრალი ღვინოები, ეს არის წინანდალი. ეს არის წითელი, რომელიც არის მუგუზანი, საფერავი, ნახევრადთქმული, კიძმარაული, ასევე ხვანჩკარა, ასევე საკონიაკე ბრენდები გადის 8 სახეობის. ქართული ალკოჰოლური სასმელები საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში გაიყიდება და მისი ღირებულება დაახლოებით 300-400 რუბლი იქნება. პარალელურ რეჟიმში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზეც მიმდინარეობს მუშაობა. დიდი მოლოდინებია, რა თქმა უნდა, იცით რომ საკმაოდ ბევრ კომპანიას აქვს მიღებული უკვე უფლება გატანის რუსეთის ბაზარზე და ისინი მიიღებენ უახლოეს პერიოდში აქციზურ მარკებზე, ასევე მოახდენენ თავიანთი პროდუქციის ექსპორტს. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არის უკვე ინტენსიურად წარიმართება. ქართველები, ბევრი კომპანია რიგში ელოდება აქციზურ მარკებს, ამას თავისი დრო ჭირდება, ეს დრო მე ვფიქრობ მალე გავა და უწყვეტად წავა ქართული ექსპორტი რუსეთის მიმართულებით. 2006 წელს რუსეთის მთავარი სანიტარის ონიშენკოს ბრძანებით უხარისხობის მოტივით რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქცია აიგრძელა. 7 წლის შემდეგ კი პირველი საექსპორტო სერტიფიკატები და დოკუმენტაცია ქართულ ღვინოსა და ალკოჰოლურ პროდუქტებზე უკვე გაცემულია.